გავედით ასეირნოთ მოკლედ, არაჩვეულებრივი ამინდია. აგერ ხედავთ ალბათ რა სილამაზე არის ირგვლივ. გავისეირნებთ უბრალოდ ნელ-ნელა. ნუ არ დაგვავიწყდეს ტარება. თორე ბაიკმა იცის ძალიან სწრაფად იცის დავიწყება. ნუ ტარებას ვერ დაივიწყებ, მაგრამ ნუ ეს რაღაცა რეაქციები მცირდება მაინც. ნუ დიდი არაფერი ალბათ, მაგრამ აიც თავისებურად მოქმედებს. მოსახვევებს რაც შეეხება აი გარეჯისკენ ახლა ყველა მიცის რომ ძალიან ბევრი მოსახვევი არის და სასიამოვნო არის მართლა ძალიან იყოლიებს ეს მოსახვევები თუმცა უნდა აღვნიშნო არა მარტო ჩემი აზრი არის ეს მოსახვევში თუ ეს არ ხდება ტრეკზე შედიხარ იმ სიჩქარით როგორც აუშვათ დაანგრეული Opel Astra-ით შეხვალ მოსახვევში, იმიტომ რომ არანაირად არ იცი რა ხდება. რა დაგხვდება? ანუ საერთო როგორ ქვია მოხმარების გზებზე საზოგადო მოხმარებაში რაც არის შეიძლება გადაგხვდეს მithumetes ახლა აქ ამას წინათ იყვნენ ბიჭები და უთხარი რომ აი შეიძლება ნეხვი დაგხვდეს ძალიან ბანალურად მოსახვევში შესულს საქონლის ნეხვი. იმიტომ რომ ხშირად გადაყავთ აქ წყენსებს გზაზე საქონელი და საქონელი ადამიანისგან განსხვავებით ვიცით რომ იკმაყოფილებს ამ რეფლექსებს იქ სადაც გაუხარდება. ნუ ბევრი არა, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი შეიძლება საქონელივით არის მაგაში ეგეც საკითხავია მოკლედ უკვე ნუ ეს ცალკე საკითხია, მაგრამ მოკლედ მოსახვევში უნდა შეხვიდე ძალიან ნელა. ტრეკზე სხვა იქ დარწმუნებული ხარ რომ ასფალტი არის იდეალურ მდგომარეობაში და არ ვიცი რა რაღაცა ნეხვი არ დაგხვდება საქონლის მოკლედ რა. თორე აი ნეხვზე მოსრიალება ძალიან ალბათ არასასიამოვნო იქნება. როგეთყვიან რომ რანაირად დაილეწე ნეხვზე გავსრიალდიო რომ იყვი არ მგონია სასიამოვნო იყოს. არაჩვეულებრივია ულამაზესი არის აქაურობა. ნინჯა აი გზასაკეთებენ ახლა ძალიან მალე არ ვიცი ივლისი-აგვისტოში უკვე უნდა ჩაბარდეს ასფალტი იქნება უკვე რუსთავის გავლით ნათლისმცემელშიც ახალი გზა იქნება და აი მოტომოყარულებისთვის იქნება 64 ერთგვარი, იმიტომ რომ ძალიან მოხვეული გზაა, თუმცა ისევ და ისევ ძალიან ფრთხილად უნდა იყოს. აი აქ მაგალითად რაღაც ხრეში ყრია ძალიან ისეთი თხელი, მაგრამ თუ ოდნავ სწრაფად შეხვალ მოსრიალდები აუცილებლად.
შეიძლება ნახეთ როგორ არის ეს საქონელი გადადის და ტოვებს ნაგავს. ძალიან სახიფათო არის. ალბათ მერწმუნებით. ხედავთ ხო ნაგავიყრია ხა გზაზე კენჭები და არ არის მოკლედ არ არის მიზანშეწონილი სწრაფად შესვლა მოსახვევში. ჩათვალეთ რომ ზიხართ დაანგრეულ Opel Astra-ზე, რომელსაც საბურავები აქვს, ესე იგი 0-ზე და მაქსიმალური სიფრთხილით უნდა შეხვიდეთ. დამთავრებული ამბავია მორჩა. წინააღმდეგ შემთხვევაში ავიცი 50-50-ია და ახლა ინდაური თუ არა ხანთლად არ უნდა გარისხო რა. შეიძლება მანქანა დაგხვდეს, მოკლედ აი ჩემი ესეთი რჩევა არის, ალბათ ბევრჯერ მოგისმენიათ, მარტო ჩემგან არა. აღარ მირეკავე. ხდება